მოგესალმებით, დღეს ვისაუბრებთ ნაწარმოებზე ფიოდორ დოსტოევსკის იადასკვეშის ჩანაწერებზე და განხილვაში დაგვეხმარება გიორგი ქოთელაძე. რადგანაც ავიღოთ ჩვენ წიგნი იადასკვეშის ჩანაწერები დოსტოევსკის მიერ და რა სპასობს. საუბრობთ პირველ რიგში ვინმეშის ავტორი, რომელიც არის ფიოდორ მიხაილოვიჩ დოსტოევსკი, რომელმაც პრაქტიკულად განსაზღვრა ბოლო 300 წელი და დაახასიათა თუ ვინ არის თანამედროვე ადამიანი. ვფიქრობ, რომ მისი ნაშრომები ერთიანად ეძებს იპოვოს გარკვეული სახის პასუხები თუ ვინ არის ახალი ცნობიერების ადამიანი და როგორ შეიძლება ასეთი ადამიანის გადარჩენა. ანუ სხვანაირად ცოდვისა და მადლის ერთმანეთთან მიმართების საკითხი. ჩვენს მთავარ წიგნში იადასკვეშის ჩანაწერები ნაჩვენებია ვინ არის თანამედროვე ადამიანი, რა სახის ხედვები აქვს, ხანდახან გამოყენებული არის ესეთი რამ, რომ ეგრეთ წოდებული ნაპოლეონის კომპლექსი, რომ ყველა მისწავლის არსებობს წარმატების კულტი და ამავე დროს არსებობს ღრმად ნეგატიური თავისუფლება, რასაც ავლენს ადამიანი თავის თავში და გარეთ. ის რომ სიყვარულის ის რომ გმირი ჩვენ პოზიტიურად არ ვევლინება ამ ნაშრომში. სწორედ ამის გამოვლინება ის სხვაგვარად ვთქვათ, იმის გამოვლინება, რასაც სხვადასხვა ავტორები ველაპარაკებიან ჩვენ ანთროპოლოგიური კატასტროფით. თუმცა დოსტოევსკი არის ის ადამიანი, რომელმაც ერთი სულ გადალახა მე-19 საუკუნის პოზიტივიზმი, ისტორიის მხოლოდ განვითარებითი მიმართულებით ხედვა, მეორედ გადალახა ნიჰილიზმი და ჩვენ ვიტოვებს ადამიანის სულიერი გადარჩენის გარკვეულ არქეტიპებს, გარკვეულ მაგალითებს. აი ასე ვიტყოდი, რომ ეს ნაწარმოები იადასკვეშის ჩანაწერები წინ წაგვიწყდება, რომ გავიგოთ მისი ალბათ ყველაზე ფუნდამენტური ნაშრომი, დანაშაული და სასჯელი. ესე იგი Schon seit zwischen 1920 Das Speaker der Verwalter ვიზასთან რომელსაც როგორც ძალიან დაახლოვდა ვიზასაც რით რატომ მოხდა ისე რომ ვიზას ყველაფერი სიმართლე უთხრა ძალიან უხეშად ისაუბრა და ფილოსოფიური დანიგეების დაუწყო, მაგრამ არა თვილი ფილოსოფიური, არა ძალიან რეალური. რა დაუწყო? ჩემი აზრით, მან პირველად იბრძნა ადამიანთან ისეთი იგნობა, რომ შეუძლია გამოსაცმას თავის იგნობები და ყველაფერი უთხრას და არ ელოდა რომ სხვა ადამიანის ესეთი ინფორმაცია მისთვის ეს მაგალითად შესაძლოა მისაღებელი იყო, მაგრამ არასდროს არ ვიქიანა და სხვისთვის შეიძლება ეს არ ყოფილიყო მიუღებელი. ჩემი აზრით, იადასკვეშის კაცი ვიზას დამკვიდრებოდა ამ მისი გრძნობების და მისი მდგომარეობის გაგებას და ვფიქრობ, რომ ამას მოუხსნიდა ვიზაც გაიგებდა მის მდგომარეობას და დახმარება შეეცდებოდა ამის, მაგრამ ეს პირიქით მოხდა, თურმე ამ კაცს უნდა რომ ვიზა უფრო ასე ვთქვათ დაიტანჯა და ამით კიდევ უფრო ხაზი გაიცვა, რომ თავისუფალი ადამიანია და შეუძლია ის გააკეთოს, რაც მას სურს, თუნდაც ეს სხვა სიას მიაყენებს და ჩემი აზრით ეს იადასკვეშის კაცი ამ იმაზე ბევრად ტანჯავს ადამიანს, ვიდრე ამას რომ უხსნის ეს წარმოვიდგინეთ რა ხდება მის შიგნით, როცა ამაზე მხოლოდ ფიქრობს და არა საინტერესო შემთხვევა თან ეს არის ნაწარმოების ბოლო დასვით შეხვედრა ვიზასთან და მანამდე შეგახსენებთ, რომ არის გარკვეული სახის პირდაპირ ლინიალური პირველი რამდენიმე კვეთავი.
და ამის რომ დასრულდება უშუალოდ საუბარზე ჩვენთან, როცა იატაკის ადამიანი პირადად ჩვენ ველაპარაკებთ. მე იწება გარკვეული სიუჟეტური აღწერა და შეგეცემთ, რომ როდესაც ჩვენ ველაპარაკებთ მოციქის და როდესაც სიუჟეტური აღწერა არის უსწავლობის. ეს არის გარკვეული სახის საკუთარ ცხოვრებაზე და ბიოგრაფიაზე გარკვეული სახის დაკვირვება. და ეს დაკვირვება ყველაზე საინტერესო ჩემთვის და ძალიან სიმბოლურად დასაწყისში როცა ლაპარაკი იმაზე რომ მიანში აი მე ვარ განათლებული ადამიანი ვინც შეიცნობს სიკეთე აღარ მიანიშნებს რომ სიკეთე ეთება არ ძალუს ადამიანს ამიტომაც ბოლოს და ბოლოს ამ მდგომარეობას შევეგუებო და მე მომეწონა დავისხე მოწონება თან როგორ განსაკუთრავს ადამიანს, აი იატაკოშეთის პერსონაჟი არის წინარე პერსონაჟი, როდესაც შემდგომ დოსტოევსკი დაწერს დამშრომლის სამჯერს. აი რასკოლნიკოვის წინარე სახეა. ო ძალიან სერიოზული რაღაცები არქია, მასე როგორი აი იატაკოშეთის ჩანაწერებს, ის რასაც შემდგომ ხედავთ აი დამშრომლ სამჯერში. აი ერთი და იგივე პერსონაჟი დასამართლებლად ლაპარაკობ, რომ ეს პერსონები აქვს ნაპოლეონის კომპლექსი. აი რა არის ნაპოლეონის კომპლექსი? საყოველთაო მოკლედ ასე რომ პროგრესულები, ასე რომ ჩამოშენდება. და ინტერესებს თვითონ საქმეს. იატაკოშეთის ადამიანი თვლის, რომ ის არის ჩამოშენილი ადამიანი, როგორ ახასიათებს კარგ ადამიანს. მონარიო ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობა ესეც უნდა იყოს და რაც ცდილობს რომ გახდეს რაც ცდილობს რომ გამოეყოს მას უნდა რომ ის იყოს ნაპოლეონი და რაღაც სიტუაციებში აუსტრალიის ახსენებს რამდენიმე საათში 9 მილიონიანი ამბობს ნაპოლეონი აი არა როგორც ეკაცი ის მომსახურება და აი ეს მომენტი თანამედროვე ადამიანისთვის უბრალოდ დამახასიათებელი ის ნაპოლეონის კომპლექსი ბოლოდროინდელი ამბებს თუ გავიხსენებთ თუნდაც ეს ვიდეო ასეთები შეიძლება გავიხსენოთ ხო ყველაფერი ნებადართულია სადაც აი ნეგატიური თავისუფლება ხო და აღმოაჩენს რომ მას არ შეუძლია სიკეთე მაგრამ იცის მაგრამ არ შეუძლია ეს რაღაცნაირად მოვაგონებს პავლე ანთროპოლოგიას. რომელთა მოთხოვნა რაც მე ვიცი რა არის კარგი, მაგრამ ამიტომ ბოლოს. რაც ის ვინც აკეთებს ბოლოს, კარგი უნდა, მაგრამ ბოლოს აკეთებს მე ვარ, ბოლოს ის ვინც აფასურებს ეს არის იესო ქრისტე ჩემში. აი კიდევ ერთი მომენტია. როდის არსებობს ჯური და როდის არსებობს კანონი. აი როგორ წერს ძალიან საინტერესო პავლე, იმიტომ რომ დოსტოევსკი იყენებს პავლეს ანთროპოლოგიას. აქ არის ძალიან ნიუანსი, აი კარგად დაუკვირდით ეს რაღაცას ვიტყვი. ცოდვა ჯური ანუ კანონი აი არა კაცია რაღაც. ამის ცოდნა გამოიყენა საბავად და დამს და იატაკოშეთის ადამიანის ყველაზე დიდ რა არის? მან იცის განათლებული რა არის კარგი და რადგანაც იცის რომ ეს კარგი ორმაგ გადაკეთებს სიბოროტეს და აი ამასთან შეხვედრა ხო ვიზასთან შეხვედრის და შეგაცნით რომ აღწერს რას ნიშნავს დედობა რას ნიშნავს როცა შვილი როცა როგორ აღწერს არა რომ შვილი მამასთან შეხვედრა აღწერს მოულობს ხუს მაგრამ ის აკეთებს ამას აკეთებს გარკვეულ სახის ტელეფონს უნდა დასცინოს მას დასცინოს არა იმიტომ რომ თანაგრძნობას უჩდება გოგოსთან მაგრამ ვიზა გამოუჩნდება აქ გამომედია ვიზა გამოუჩნდეს ეს რომ ისი რა არის რომ თანაგრძნობა ლაპარაკობ მაგრამ ციგნების ეკუთვნის ლაპარაკობ ძალიან კაი გამოჩერა რომ ის სოფისტიკა ანუ ის ლაპარაკობს ციგნების ეკუთვნის რეალური თანაგრძნობა ფაქანაა და საბოლოოში ჩემი სიტყვა შევაჯამო ამ შეფასებასთან დაკავშირებით ვახსენეთ ცოდვა
ცოდვის გაგება რენესანსის შემდეგ დაიწყო. ცოდვის გაგება რენესანსში რატო? ასკეზა, ანუ ის რომ ადამიანში არის ნეგატივი ან ნეგატიზმი იმუშაოთ ასკეზით, ხო? ეს ჩაითვალა, რომ ეს არის ადამიანის სიძულვე, ადამიანის მოძულეობა. საჭირო რა არის? საჭირო არის ხეობის ემანციპაცია, ანუ გათავისუფლება. აი ხაგეთ, იქ განსხვავდება ორი ტიპის ადამიანის. იქ განსხვავდება ქრისტიანულ ანტიკულტურის ადამიანი თანამედროვე ადამიანის. აი ზამთრის ფრაზა. თუ ერთი იტყვის, რომ სხეული არის სულის აპრობლიმე, მეორე იტყვის არამედ სული არის აპრობლიმე სხეულის. საჭირო რა არის? სულისგან გათავისუფლება. თუ სულის გათავისუფლებით, მაშინ სულიერი კულტურის გამოვლენებებისგან უნდა გათავისუფლდეს, რაც საზოგადოებაში არსებობს. ანუ ასკეზა, ასკეტიკა, თავშეკავება, ზეობრიობა და ასე შემდეგ. თუ ეს კორნები დავყარდეთ, მაშინ უზრუნავი ვარ იმისაკენ, რასაც თავად ეს იადოქში წარმოადგენს. უზურია თუ უყვარდეს ვიზა. სადაც ვედა გახავით და თქვენით რომ იარასკოშიდან ჩანაწერი პერსონაჟი სიგარეტს არის, მაგრამ შეიძლება სიგარეტს არ არის. მაგალითად, როდესაც ვიზას უცხოეთთან დაუახლოვდა, მანაც ხოდა მიხარდა რომ უახლოვდება ეგრევე, მაგრამ ფიცის ოთხი ცხოვრობს ტანჯვაში. და ჩემი ეს ყველაფერი იმიტომ უთხრა წარევიანობა რომ ეჩიო მას რომ ვიზას ქონდა დროებით ტივილი და მივიდგები მისერდად. მას შევა მისთვის კარგად და მისთვის დაიტანჯა და მას შევა უყვარდა ის და ვიზა შეასრულა თავისი თავი და გაუშვა რომ მის ერთად დაიტანჯა ცხოვრება და თავისუფლებაში გაუშვა. და შეასრულა მან იმისთვის გააკეთა რომ ვიზა დაიტანჯოს და ვიზა უყვარდა შემოს. სამწუხაროდ დაგეგმდი და მასე ყოფილი. ხოდა თუ კონტექსტი დავითვალისწინებთ მაგალითად ლიზას ძალიან განათლებულია მაგალითად განათლებული ინტელექტუალური განათლება აქვს. ზუსტად აღუძერს ამ მდგომარეობაში და ეუბნება შენ არ დარჩები ხავს დაიწყო აი პარტიულ რომელიც შეუძლია ხავს ეუბნება რომელიც არის უკუღი ყოფილს რაც აღარუშევი ამცირები და ყოველ სახალხო კი იქნება ესეთი ბედი აქვს აქ დარჩები არ უნდა თქვა შენ პირველ თავისუფლებაზე უარი იცი რა ვიღაცა შეგიყვარდება ოჯახი უნდა შექმნა თან კაი რაღაცას უნდა უცბელია რა ამბობს მაგრამ ის რაც ეუბნება სწორია მართლობა უცბელი არ იმიტომ რომ ამას ეუბნება შინაგანი ცინიზმი რომ გამოგვეს რომ მე ასიებს და დამსიებს და ის რომ შეატყობა ამ მდგომარეობას ეგაა პრობლემა იმიტომ რომ მან ბოლოს როცა ვიზა თავს მიაღწია და აი აქ ჩანს ხალხის ჩვენ თავად პერსონაჟის უცდელობა რაღაც სიტუაციებში რომ აუნდობს რომ მე ეს ყველაფერი რატომ მოხდება დამცირების მიზნით გიხარი ეს ყველაფერი დამეცინე მე ეს ამიტომ გიხარი და ეს ვიზა შეხედავს და მიხვდება რომ ეს არ არის ესეთი ყოფილი როგორც რომ მასალის სუსტია თვითონაც აწუხი თვითონაც იტანჯება და თანაგზნობა გაუშვება ჩაიკუტება და მე არის კავშირი სექსუალური კავშირი ის შემდეგაც ვიზა მოაჩინოს რომ კიდევ ერთხელ დაამცირა დასინა და რექტორი უყვარს და კიდევ ერთი დაგუცინების მომენტი იყო შეგვიაზრი თუმცა შესაძლებელია ჩემი კომარტალიდან ისურვები რომ იყოს ჩემი მართალი კიდევ ხوارა გაქვს რაიმას აი ლასა შეხვედრა ოფიცერში აი რასკედო ოფიცერთან აი მე რომ ყოფილი ვარ ეს სიტუაციაში აი მაგალითად პოლიცია ვაკაცია პერსონაჟი შეუძლია ყოფილა ვიზა თავი რადგან ჩათვალა რომ მას არც დიდად კარგი არც ალბათ გაწია და თვითონ არ არსებობდა მაგით ძალიან დიდი ვარდადებოდა სპეციალურად დასასრულის ჩაისვა სპეციალურად კონფლიქტის მივიდა პოლიციის ოფიცერთან ხალი გადამაგან ოფიცერს დაინახა და დაიარა და მე რომ ყოფილიყო ეგრე სიტუაციაში ძალიან ძნელი იქნებოდა და ამდენი ხანი მინდა რომ რაღაც გავაკეთო და ვიღაცის გავაკეთო და არც შემოვსევს ძალიან ცუდი იქნება იქნებოდა ჩემი ჩავთვლი რომ არ ვარსებო მაგალითად
ზუსტად თვითონ ამბობს, რომ უზიარო გახსოვთ ეს სიტუაციაში. ანუ ეს არის თანამედროვე ადამიანის კომპლექსი, ესმით უნდა იყოს ცენტრში საკუთარი ეგოს კულტივირება, საკუთარი ეგოს გამოხატვა და აი თავის თანაკლასელებთან მიმართებაში და აი ზუსტად ეს მომენტი იყო, რომ მე მათზე ჭრიანი ვარ ესენი ახედავთ. აი გახსოვთ ეს მომენტი ძალიან უცნაური მომენტი, როცა განშიდან გადააგებენ ტიპს და შეშურდება, რომ მეტად მოყოლია. ყოველთვის ეპიცენტრში და თანასწორი დაბეჭდება ესმით გამომდინარე იქიდან რომ თვითონ ყოფს ამ საკუთარ ჩამორჩენილი, არ უნდა რომ ჩამორჩენილი უნდა რომ ის პროგრესული იყოს რა ვინც ნახეთ სოდვას აქვენ პროგრესულობას ესმით აი როდესაც სოდვას აქვენ პროგრესულობას უნდა რომ ეგეთი გახდეს მაგრამ თვითონ იცის რომ ეს თვითონ იცის რომ ადეკვატურია თვითონ იცის რომ ეს ყველა დაგამო ან მოროდებას თავისი საწესის ნაყოფი არ აქვს არის ანგარიშს ამიტომ ამბობს რომ მირიგი არა ვარ სუბმირი ვარ და ამას წარმოგიდგენთ ისო გააკარა, ისო იდეალის ისო მან გაბედულობის პრობლემა ესმით არის ხდალობას გამოუჩენიო такой სიტუაცია. საკუთარ თავს აკითხებს ისეთ რაღაცებს, რაც ეს საკუთარ უნდა ნაკლებად ხოვდეს. ამიტომ შეგვიძლია მოგიწევს აი გასახსოვდეს და ჩვეულებრივი ურთიერთობა და იმას დაჩარეს. ჩვეულებრივი სიტუაცია დაჩარეს. თემის თვიერთობით ფიქრობდა ამაზე, რომ როგორ გამოვიდა. მე რომ ამარგაშო ჩვენს უზურა გადასწროს საკეს სიტყვები რომ აი როგორ ცხოვრობ შენ საკუთარ თავთან როგორ აკეთებ შენ ცხოვრებას საკუთარ თავთან თუ მუდმივად იმაზე ფიქრობ თუ რას ფიქრობენ რა შემოყვებინი ჩემზე ფსიქიკურად ვერ შეფიქრე და აი ზუსტად ამის გაშიშვლება ჩემი დიალოგში ადამიანის რომ მასა ეს მუდმივი სპორტი აკო არის მოდი ეს ფაქტი ეს დავუძინოთ იქაც ხადას უნდა არის ამდენჯერ რომ ცნობიერება არის იყო უბედურებაო თქვენგან ეს ისტორია რა არის აკო არის ის ასწავლიერებდა რომ ის არისო როგორც თქვით მასაილი მაგარი ხალხი და ის როგორც ხვები მონა იყო და ეს რომელსაც ასწავლიერებდა ეს ამას ასე ვთქვათ გულობდა რაც მასში ეგრეთ ეს ჩათვალე ამ სიტუაციაში ცნობიერება იყო უბედურება ეს ერთ-ერთი მაგალითია ეს ცნობიერება როგორც გავუგებია ეს ერთ-ერთი შენიც რომელსაც ცნობიერი ისე იგი შეფუს ყველაფერზე გარდება ინტერესი იმიტომ რომ ყველაფერი იცი და ანუ ჩემს პრინციპს კაცისთვის როგორც ანუ ყველაფერს აზრიდან გამოვიდა სილოდო რამეთი რამეზე აზრი შეიძლება და ინტერესი გასჩენა და ამის მიმართ და თუნდაც ეს ქრის გაკვრა და შემდეგ პოლიციელის ემოციების გაგება ან რას იგრძნობდა ან ეს როგორ მოიქცევა დიზასტრს მოიქცევა რა მოხდებოდა და ყველაფერს უნდა რომ უბრალოდ ამ თავში ინტერესი არის და ან როდესაც ყველაფერი იცი და ყველაფერს ინტერესი გაგული თქმა უნდა დათანხმებული ხარ იმიტომ რომ არაფრის ინტერესი არ მოხდება როდესაც აი განმარტები რომ აი როდესაც არის დასრულებული ცოდნა მოწყენილობა იმართება აი მოიცე ხო იბატონ და მის აი ამის ფუგა პასუხი ცნობიერება რომ უზრუნველდება შევაცხადებ რომ უზრუნველდება არის ზონ მაგალითად ყველა ადამიანის ცნობიერი ვერ იქნება ყველა კი არა უმეტესობა იქნება არ იქნება ცნობიერი და დოსტოევსკის პერსონაჟი ეს არის კარგი მაგალითი ერთადერთი ცნობიერი ადამიანის ერთ-ერთი და მასეც ძალიან უჭირს რადგან ვერ ხედავს ისეთ ადამიანს ვინაც მას ბოლომდე გაუგზავნა და ძალიან ძნელია იმიტომ რომ ჩათვალე შენს გარშემო ხალხი არის მაგრამ
ეგ ხალხის შორის არაფერი არ არის, იმიტომ რომ ვერ ხდებიან შენ, მაგრამ აი იმის მაგალითად ახლა აქ ვიდეოს იაპონური წიგნი და ვერავინ ვიხილობს ეგეთი ფილმი. კი ბატონო, ნახეთ მოყვები სხვადასხვა ხედვებია. ესე იგი, მეც მიმაჩნია, რომ ეს სულიერების უბედურება დაკავშირებული არის თემებთან, რომელიც ჩვენ წარმოჩერით. ეს სული გაუცხოება საზოგადოების საგანმანათლებლო შენანიშნები. მეორე მხრივ შენ წარმოაჩინე აი დასრულებული ცოდნა. მე მიმაჩნია, რომ თავარი პრობლემა აქ არის ის, რომ აი ცნობიერება, რომელიც გადმოგვცა, ეს არის თანამედროვე ადამიანი. დღეს ყველაზე უფრო მასობრივი ადამიანია რა. თუ მე-19 საუკუნეში გასაკვირი იყო ესეთი ტიპაჟები, დღეს უკვე აღარ არის გასაკვირი ესეთი ტიპაჟები და ლოგიკა არის ასეთი ამაში, რომ აი ადამიანს თვითონ ყველაფერი შეუძლია და შიშის გამოარაგებს და ვინც მორალს, იგონებს, ვინც ღმერთს ელაპარაკობს, ის არის სიამოვნებაში შიშარა ადამიანი, შიშის გამოგერაკეთებს და ვინც ეს გადალახი, ის არის ნაპოლეონი და ნაპოლეონის ტიპაჟები და აი ეს არის თანამედროვე ადამიანი, რომელიც თავის საზოგადოებრივ ადამიანებს ორ კატეგორიაში ყოფს, როგორც კი პროგრესულები და ჩამორჩენილები. ანუ ჩვენ არ ავართ შორს იმ ცნობიერების უბედურებიდან, რომელიც ცდილობს, რომ აი ასე ზუსტად აჭრილ რადიკალურად ვარჩევს. მეორე მხრივ აი ეს მომენტია, რომ ჩვენ ეს ავუხმობთ და ეს ვამბობთ სუბიექტი, ვამბობთ ობიექტი. აი შედარებისას კლასიკურ სამყაროსთან ხო ეს ტერმინები საერთოდ ტერმინი სუბიექტი და ობიექტი მოიგონა რენე დეკარტი, მაგრამ მე დამკვირდა ჩვენ ისე ვიყენებთ თითქოს ეგრეთ საპირო განსხვავებული ობიექტური სამყარო, სუბიექტური სამყარო. არსებობდა ანტიკურ, კლასიკურ და საშუალო საუკუნეში არსებობდა ორი კატეგორია. ერთოდ სული მე მაქვს თვითონ ყველასთან რა დასწავლეთ ამ წიგნმა დოსტოევსკის იადასკოშთან ჩანაწერებმა მაგალითად მე მასალა რომ ადამიანი ლოგიკით ასწავლებს ეხლა ლოგიკურად ადამიანი როცხოვრის ის რომ მას წარმოაჩინება ადამიანი პარალიზაცია და ცუდი მაგრამ ამ წიგნმა საერთოდ შეხედულებაზე შემისვანა მითხრა რომ ადამიანის აუცილებელია განჯვარა რომ იქცნობს მე თავისუფლება და თავისუფლების ფასი იცოდეს. მე უკან დავეთანხმები ის იმაში, რომ ადამიანმა აუცილებლად იცოდეს თავისუფლების ფასი და თავისუფლების ფასი გაიგოს. საჭირო უნდა გამოიაროს, მაგრამ ანუ საჭიროა რომ ამ გასაჭირშად თავისი ზომები გქონდეს და ეს არ გადავიდეს ძალიან დანჯვაში, იმიტომ რომ ეს დანჯვა შემდეგ არ დაგოხმარება თავისუფლების გაგებაში, არამედ თავისუფლებას დაგვაგარგინებს და საკუთარ თავებში ჩავკეტავს. რაც თავის დაევართა ამ მოთხოვაში და ამით ვისწავლე, რომ ანუ ყველაფერს აქვს ზომა და ყველაფერს შეუძლია რომ მივახტოს რაღაცის ფასი. ჩემი აზრით ტექსტში თავი პერსონაჟი თავის მხრივ ძალიან სასტიკია და თავის მხრივ ძალიან სასტიკია, რაც თავისთავად ძალიან ცუდ რაღაცებს იძახის. ეს მიგვიჩნევს იმაზე, რომ ის ძალიან დამკვირვებელია და საერთოდ არ არის წინამორბედია და არ აქვს ეგრეთ წოდებული ფილტრი ან როგერ, როდესაც მაგალითად სხვა ადამიანს რაღაც ეთმი და ამის გამო შეწყვეტება და გაბრაზდება. თავის მიმართ ყველაფერს რასაც ფიქრობს, იმას ამბობს პირდაპირ. ან საინტერესოა, რაც ვთქვით, ადამიანს წიგნთან ურთიერთობა არის ირონიული პროცესი და ურთიერთობა ტექსტთან, ტექსტის მიღმა არსებობს ავტორის გამოცდილება და ძირითად შემთხვევაში რაც წარმოუდგენელი იქნა რომ პირველი პრემიერ ლოგიკურად აღსრულებს ლოგიკას არ მისდევს ადამიანი მეორე ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ნეგატიური თავისუფლება შემოვიტანეთ და გარკვეულწილად გამცირება იყო თქვენი ჩვენთვის ვიყოდი რომ
ნაშრომის მნიშვნელობა აქვს იმ გაგებით, რომ ჩვენ ვაახლებს ანთროპოლოგიურ ძიებებს. ვინ არის ადამიანი, რას წარმოადგენს, რას ნიშნავს თავისუფლება, რას ნიშნავს ნეგატიური თავისუფლება. საკუთრივი პრობლემა, რაც თვითონ ნაწარმოებში ჩანს, ეს არის შემდეგი, რომ ჩვენ არ ვიცით ვინ არის ადამიანი თავისი მთლიანობაში, თავისი თვისებებით და ამ ნაწარმოებით დოსტოევსკიმ გაუქმნა და ისეთი საკითხების წინ წამოწევას, როგორიც არის მაგალითად ფროიდის მიერ აღმოჩენილი არაცნობიერი, ნიცშეს მიერ აღმოჩენილი ნეგატიური ნება, ძალაუფლების ნება, რასაც შემდგომ ჰაიდეგერი საკუთრებამ ძალაუფლების სწრაფვა და აღმოჩნდება, რომ ჩვენი წარმოდგენილი ადამიანი მხოლოდ აი თომას რობერტ მალთუსის განსაზღვრებული ცხოვრება არის ბრძოლა არსებობისთვის და თითქოს რაც შემოგთავაზეს ისტორია, უნივარ ვითარდება და ევოლუცია და პროგრესი, არის ხედვა დოსტოევსკიმ დაამსხვრია ადამიანის წარმოჩენით, რომ მასში არის ნეგატიური ნება, რაც თქვენით. მასში არის სწრაფვა არა მარტო იმისაკენ, რომ ცივილიზაცია აშენდეს, არამედ დაინგრესდეს. აი მაგალითად სხვაგან ფროიდმა ამას უწოდა თანატოსი, დამანგრევი. სხვადასხვა ამას დოსტოევსკიმ გაუკამა იდეებს ადგილი, აი მაგალითად ხორსე ორტეგაი ასეთი ისპანელი ასთავაზის ამბობს, რომ ეს არის მასათა აზროვნების სავალდე. ნუ ბარბაროსი თუ ადრე რომის ცივილიზაცია დაანგრია, გარედან შემოჩნდება ბარბაროსი. ის არაჯერია. ახლა ლაპარაკია იმაზე, რომ შიგნით ჩნდება ბარბაროსი. გარედან კი არ შემოიჭრება. შიგნიდან იბადება და ეს ვინ არის? ეს არის ზუსტად ნაწარმოები როგორია. ცნობიერება, საშიში ცნობიერება. გარკვეულწილად ხედავთ ამ მთავარი პერსონაჟის ამბავში თავის უცნობიერებასაც. აქედან გამომდინარე თანამედროვეობის შეცნობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ნაწარმოებია და მე ამით დავასრულებდი ჩემს სიტყვას. ფიქრობ, რომ ჩვენ ერთმანეთის სიტყვა შეჯამდა ალბომმა. ესე იგი, ცოტა ვიცი, რომ ეს ავტორი მოსწონდა მესამე ხო, არა მინდა ავტორი, მაგრამ ესე იგი, კარგი პერს მაშინ ძალიან სწორად გაიგია. ლოგიკის პრობლემა და ამ ტექსტში არის ეს თემა, რომ ბუნების კლიმატია რა. აი ხანდახან შემოდის, რომ აი ვიღაცა გვეტყვის, რომ თავისუფლება არ არსებობს, როგორც ჯეროდეს. ყველაფერი განსაზღვრულია რა, ნებისმიერი წამია. მეორე მხრივ ეს ნეგატიური თავისუფლება შემოდის, რომ ხარო გმირი არ ანტიგმირი ვარ. რა ისე. ეხლა გონიათ რომ ამ ბოლოს